მოგესალმებით, ჩვენ განვაგრძოთ ჩვენს გადაცემებს, რომელიც ერთი პერიოდი შეჩერებული გქონდა გარკვეული რეორგანიზაციული საკითხების გამო და დღეს განვაახლებთ ჩვენ გადაცემას და ვფიქრობთ, რომ მაყურებელს დააინტერესებს ის თემები, რასაც დღეს ჩვენ აქ განვიხილავთ. ჩვენთან სტუდიაში სტუმარად არის ბატონი დავით წერეთელი, პოლიტიკის ექსპერტი, ანალიტიკოსი. მოგესალმებით, დავით. ეთილი იყოს კიდევ ერთხელ ჩვენ ახალ სტუდიაში ნამდვილად გვესწორეთ ხშირად და განვიხილოთ ის საკითხები, რაც დღეს ყველას აღელვებს და რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. დავიწყოთ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობით, რომელიც ძალიან დაძაბული არის, წერილების გამოიგზავნა შეერთებულ შტატებიდან ჩვენი ხელისუფლებისადმი, რომელმაც არ მიიღეს ეს წერილი და შემდგომ ეგ გადავიდეთ ილონ მასკის მიერ პარტიის შექმნის საკითხზე, ვინაიდან იქ ძალიან დაძაბული ურთიერთობა პრეზიდენტთან და რა მოხდა აი ასეთი რომ ერთად იყვნენ არჩევნებში ყველაფერი გვერდით ეყენა ტრამპს და უცებ აი ესეთი განხეთქილება მოხდა რომელიც აი ქართულ ვარიანტს გავს რაღაცნაირად პოლიტიკურ ვარიანტს ჩვენოთ არაფერი არ გამოდის არა ხო არა ქართული სინდრომი ყველგან არის ასე აი ნახოთ აი ურთიერთი ხო რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოგესალმებით კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ სტუდიაში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს დავიწყოთ ახლა ამერიკასთან ურთიერთობები ჩემი გადასახედიდან ეს კი ჩვენ სამწუხაროდ ისეთი რეალობა ყალიბდება საერთოდ უნდა ვიცოდეთ ამერიკის პოლიტიკური ელიტის ასე ვთქვათ დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკისადმი ზოგ შემთხვევაში თვითონ ამერიკული პოლიტელიტა ანტიამერიკანიზმს ასე ვთქვათ უშვებს პრობლემა არა აქვს და ხანდახან ახალისებს კიდევაც მაგრამ ეს არის რაღაც ზღვრამდე რაღაცა ზღვრის გადალახვის მერე ძალიან ძიმე პასუხები მოდის ახლა ჩვენთან მიმართებაში რაც ხდება რასაც მე ვუყურებ რა ფაქტიურად ჩვენ გვაქვს ჩვენ ხელისუფლებას აქ ერთ სერიოზული პრობლემა გამომდინარე იქიდან რომ ძალიან სერიოზულად გადავიდნენ ასე ვთქვათ ამ გადავარდნენ ამ ანტიამერიკანებში გაუგებარი მიზეზის გამო ნუ შეგვიძლია რაღაცა მიზეზი კი ვთქვათ გასაგები მიზეზი ვთქვათ მაგრამ რეალურად გაუგებარი მიზეზია აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ისეთი ფონი შექმნას რომ ეხვეწება რომ დამელაპარაკეთ რა მით უმეტეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა ელოდებოდა რომ ტრამპის მოსვლასთან ერთად ეს მოლოდინები იყო რომ ურთიერთობა გადაიტვირთება ასე შემდეგ მაგრამ საქმეში ჩახედული ხალხი ყველანი მათ შორის უმეტესობა ადამიანების ეს არის გამორიჩული ეს არ მოხდება იმიტომ რომ ამერიკის ხო პრეზიდენტი არის კი ბატონო ფიგურაა სერიოზული უძლიერეს ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ იქ არის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას იღებს და როდესაც შენ მეგობარი აქტით, რომელიც ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ დიდი ალბათობით უკვე მიიღებენ, როდესაც შენ მიგანიშნებენ, რომ შენ ხარ იმ ქვეყნების რიგში პირდაპირ ჩაყენებული, როგორც არის ირანი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ჩინეთი, ეს სერიოზული დამღაა იმისათვის, რომ შემდგომში შენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააგრძელო რაიმე სახის ურთიერთობა, ნორმალური ურთიერთობა. გარდა ამისა, ახლა როდესაც შენ არ ვიცი ეგეც გაუგებარი თემა, მესმის მეზობელი არსებობს, მესმის რაღაც არსებობს რევერანსები პოლიტიკურის მათ შორის, მაგრამ როდესაც შენ ჩადიხარ ირანში, შეგიძლია მიუსამძიმრო, საელჩოში მიხვიდე სამძიმარი დაწერმა, როდესაც ჩადიხარ იქ და ზიხარ იმ ხალხთან ერთად, რომელიც ხმამაღლაყურის სიკვდილი ისრას და სიკვდილი ამერიკას, აბათიად ამას არ გაგიტარებენ და არ გაპატიებენ რა. სამწუხაროდ ჩვენ რეალობა გვხა წერილებს რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვამბობ ეს წერილები არის უბრალოდ აი რუსულად ვიტყვით თუ შეთუარი ეს კრიკად ჩაინე ხო გაგიათ ეს თვარი რომ დამელაპარაკეთ იქიდან პრეტენზია ხო რა არის ეს ლეგიტიმაცია არის უბრალოდ მიზას შედეგობრივი კავშირი ლეგიტიმაცია არის შედეგი რეალურად იქ რაც ხდება იქიდან მოდის ეს სიტუაცია ამათ საერთოდ ეუბნები რომ თქვენ ხელისუფლება არ ხართ საერთოდ არ არსებობთ და თქვენ გადაწყვეტილებას ვერ იღებთ ვერაფერს ვერ აკეთებთ მიმული ხართ ვიღაცაზე და ეს ვიღაცა რასაც გეუბნება ამას აკეთებთ ეს სერიოზული პრობლემაა. აქედან გამომდინარე ეს წერილების მიწერა, ხანდახან შეიძლება ადამიანმა მიზანმიმართულად რაღაცა ისეთი მიწერო, რომ ხა ტრამპს ნახდას შეიძლება 6 თვე ისე გავიდეს საერთოდ არ გაახსენდეს საქართველოს ხა. ყველასთვის ცნობილია რომ რუბიოზია ჩაბარებული აქეთა ვექტორი პოლიტიკური და რუბიო ცდილობს იმ თემების გატარებას, რომელიც შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. ეს ყველაფერი გასაგებია მესმის, იცით რას ვერ ხვდები და ამას ალბათ ვერასდროს ვერ მიხვდები. რა ინტერესი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ იმ ქვეყანასთან, რომელსაც რეგიონში იმ საფრთხეების ნიველირება შეუძლია უპრობლემოდ, რომლებიც ჩვენ გარშემო არის უხვად თავმოყრილი რა.
მათ შორის აგერ ხო ხედავთ რომ ფაქტიურად ეხლა ძალიან არაშოშრეტელი ადამიანი და ძალიან მიამიტი ადამიანი უნდა იყო რომ იმას ვერ ხედავდე რა ძრები მიდის რეგიონში. ეს ხისტი დამოკიდებულება აზერბაიჯანის რუსეთისადმი ეს ხო მხოლოდ აზერბაიჯანის გადაწყვეტილება არ არის არა. ხო, თურქეთი უმაგრებს. არა მარტო თურქეთი ჩემო ბატონო, აი ყველას ეგონა რომ თურქეთი. რეალურად შეხედეთ რა მოხდა. ხანკენდიში შემადგენლობას დააკვირდით 2 დღის წინ იყო, ხომ ჩავიდა უზბეკეთი, თურქმენეთი. ხო, მთელი შეისრა იყო. პაკისტანი და ირანი ჩავიდა, ირანის პრეზიდენტი ჩავიდა, თქვენ წარმოგიდგენიათ. ეს ხო ხანკენდიში. ხო, ეს ხო ჩვეულებრივი ამბავი არის. ეს ხო ღია მესიჯია პირდაპირ რუსეთისადმი, რომ ხელი არ წაგიწდეს რაღაცას. მე მესმის ჩვენთან არის გარკვეული კატეგორია უკვე წმენის დონეზეა უკვე აყვანილი რუსეთის უძლეველობისება. მესმის გასაგებია და ეს ჩვენთვის არის თორე, სხვებისთვის არ არის, აგერ ჩანს. აი ისლამური სამყარო ერთიანდება აგერ. კიბო ჩვენ თვალწინაც ხდება ხოდა ხა. აზერბაიჯანში. ის რა საფრთხეებს მოიცავს ჩვენთვის ამაზე თუ გნებავთ შემდგომში სხვა დროს ვისაუბროთ. ჩემთვის მაგალითად აი ეს სიტუაცია მაგონებს ერთ რამეს რომ ცდილობ რომ ადამიანს მიაწვინო ხმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თუნდაც ეხლა მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ ელჩის ნათქვამის რომ შეურაცხყოფა მიაყენა ტრამპს რომ ეხლა სიმართლე იყოს იქ კი ღია წერილებიც გამოაქვეყნეს ასე ვთქვათ შიდა მოხმარებისთვის იქ იყო რაღაც გადაცდომები თუ გახსოვთ რომ იქ ჭკუას ასწავლით რომ რა დარიგება და ჩვენ ფული იმას ვქენით 2 მილიარდი მოსკენით შეგინახეთ და რაღაცები ნუ გასაგებია მაგრამ იქ არ ამგონია რომ ეს ყოფილიყო მაგრამ ეს არის უბრალოდ ცდილობა რომ დაგველაპარაკეთ გითხარით რა გინდა და ისინი გველაპარაკებენ აი მეგობარი ახტის და დიდი შეცდომა იყო იმ რუბიოს წერილზე ხელის არ მოკიდებენ თორე საყოველთაოდ ცნობილია რომ გადაწყვეტილებას იღებს რუბიო და აი ეს ელჩის ნათქვამი ერთადერთი რომელიც ძალიან ყურადსაღებია და აუცილებელია როდესაც მან ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ მიუთითა იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირაც აყენებს უფრო წინ ვიდრე სახელმწიფოს. ეს ძალიან ხო. ბიძინამ თვითონ თქვა თავის მე ჩემი ინტერესები მიჩემნიაო. ბიძინამ ცოტა სხვანაირად თქვა ხა მე არ გამოვდგები დამცველად, მაგრამ მან რეალურად თქვა რომ მე ეს სიტუაცია მაქვს მათთან ასე თქვა დავა ამ ფულთან დაკავშირებით. მე ვერ გამოვდგები გადაწყვეტილების მიღებ პირად, იმიტომ რომ ჩემზე ეს გარკვეული სიმძიმე მოქმედებს და ამიტომ მე მიჩემნია ვიდგე განზე. მაგრამ მათი ეს საუბარი რაც ისინი ეს ძალიან მძიმე მესიჯია და ძალიან ყურადსაღები რომელიც კარგი იქნება თუ გაიგებენ ჩვენი ხელისუფალების სწორედ და სწორი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებენ სანამ ბოლომდე გვიანი არ არის ეს რა ვიცი მე მგონი თუ გაქვთ რამე კითხვები ამასთან აი მასთან დაკავშირებით გადავიდეთ მაშინ ეხლა ჩვენ რო ეს თემა განვიხილოთ და მაყურებლისთვის საინტერესო იყოს ჩვენ უნდა განვიხილოთ თვითონ მასკის პიროვნება, ასე ვთქვათ, მისი მცირედი ანატომია უნდა გავიაროთ, რომ მაყურებელმა არის რაღაც საკითხები, რომელიც შეიძლება ფართო საზოგადოებამ არ იცის. მასკი თავის ბუნებით იმ თავიდან იყო ძალიან ლიბერალური ტიპი, აი ძალიან უაზროდ ლიბერალური. აფინანსებდა მათ შორის LGBT პროგრამებსაც, დემოკრატების მხარდაჭერი იყო სერიოზულად. მისი ტესლას პროექტის თავიდან ბოლომდე იყო მიმართული დემოკრატების მხარდაჭერისადმი და ასე შემდეგ. რა მოხდა ეხლა სიტუაცია, რატო შეიცვალა მან ეს რადიკალურად თან საშინლად. მას დაემართა ძალიან მძიმე ამბავი, რასაც აბრალებს შორის დემოკრატების ერთ-ერთ განაყოფს, მისი ერთ-ერთი ელიტის განაყოფს. მისი ბიჭი შვილი გარკვეული ავადმყოფობის მიზეზი ბავშვმა გადაწყვიტა რომ გამختارიყო გოგო და გაიკეთა ოპერაცია. აი ხო მასკის შვილმა ეს გახდა მისთვის ისეთი დარტყმა ეხა მოგესწრებათ ეხა თვითონ ძალიან მძიმე ხასიათის ადამიანია, უცნაური ხასიათის ადამიანია. აქ რაღაცა გენიოსია რეალურად, ნამდვილად გენიოსია. ხო, ეგეთი ის არ არსებობს. სოფლიო გადაატრიალა. გენიოსებს რაღაცა უნდა აპატიო და მესმის რომ იქ რაღაც ნარკოტიკებთან შეხება, იქ აუტიზმის, რომელსაც გარკვეული სახით აუტიზმის მომენტი აქვს, მაგრამ რეალურად გენიოსია ხა, როგორ შეიძლება თქვა მარადონაზე, იმიტომ რომ თქვა რაღაცა ბოლო პერიოდში რაღაც იმებს იღებდა რაღაც ნარკოტიკებს და რაღაც დოპინგს იღებდა, თქვა რომ გენიალური ფეხბურთელი არ იყო, როგორც იგივე მასკი საერთოდ მოვლენაა, მე მგონი ზოგად საკაცობრიო, მაგრამ მისმა ამ სიტუაციამ მან გარკვეულწილად ტრამპის მხარი რო დაუჭირა, ტრამპ შური იძია იმ ხალხზე, ვისაც აბრალებს ამ ბავშვის ასე ვთქვათ სახეცვლილებას და ამას აღიქობს პირად ტრაგედიად. ეხლა რა ხდება შემდგომში? შემდგომში რატო გაუფუჭდა ურთიერთობა ტრამპთან? მასკს რეალურად ჰქონდა იმედი, რომ აი არა მარტო ის ხარდაჭერა ვთქვათ მისი ტესლასი რომ მივიდა ტრამპი და იქ რეკლამას უკეთებდა, არამედ მას აქ ეს იდეა ფიქსი აქვს მარსზე გაფრენა კოსმოსური პროგრამები და სხვათა შორის მისი რუსეთისადმი ლოიალობა გარკვეულწილად მაგითაც გამოიხატება. დადის ასე ვთქვათ ინსაიდერული ინფორმაციები, რომ პუტინი სერიოზულად დაპირდა როსკოსმოსის წილს.
მასკს. ო. ასეთი ასე ვთქვათ, ხმები დადის, ასე ვთქვათ, ხო, ბოროტიენები საუბრობენ ამასთან დაკავშირებით. მისი ბოლო ვიზიტიც მოსკოვში ამას უკავშირდება და რატო გადაწყვიტა ახლა ეს ძალიან საინტერესო თემაა. აი რა შეუძლია ახლა მასკი არ არის ამერიკაში დაბადებული, ამერიკის კანონმდებლობით მას პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არც არასდროს არ ექნება. ახლა გამომდინარე იქიდან რომ ტრამპიც ისეთი გაბრაზებულია და მე ვაფშე გავაძევებ ეს ძალიან რთული საკითხია მოქალაქე რო არის ადამიანი მის მოქალაქეობის ჩამორთმევა და მისთვის ვეღარ გაძევება მით უმეტეს მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერი ბაზა აქვს რომელსაც თავის ტვიტერი აქვს და ასე შემდეგ თავის საინფორმაციო რესურსი აქვს და უამრავი 127 მილიონი გამომწერი ყავს. ეხლა აი მოდით განვიხილოთ აი რა უნახნას ეხლა ეს ამერიკა რო გააკეთა რა ამერიკა პარტია ამერიკა საკვირველია იმდენად მიამიტი არ არის მასკი რომ ფიქრობდეს რომ ან დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს მოუგებს არჩევნებს მაგრამ მას რეალურად შეუძლია სერიოზული რესურსის დახარჯვის მომენტში მას ნამდვილად შეუძლია რაღაცა მცირე სეგმენტი წაიღოს და ეს მცირე სეგმენტი მას შეუძლია წაართვას რესპუბლიკელებს რეალურად და გარდა ამისა რაღაცის მხარე დაიჭიროს. ბატონო გუბას, აი ხა შეხედეთ ძალიან მარტივად რა. რეალურად ამერიკის კონგრესში და სენატში ძალიან დიდი ხანია არის ესეთი ვითარება. 3 ხმა, 4 ხმა, 5 ხმა. წარმოვიდგინოთ ახლა ერთი წამით, რომ მასკმა შეძლო და თავისი ამახალი პარტიით რესურსი დახარჯა ყველაფერი მით უმეტეს მხარდამჭერების და გაიყვანა 12 კაცი ან 10 კაცი. მის გარეშე გადაწყვეტილების მიღება სენატში და იქნება შეუძლებელი. ანუ მას შეუძლია გადამწყვეტი ხმა ექნება. ბატონო, მას შეუძლია ფაქტიურად პარალიზება მოახდინოს ასე ვთქვათ საკანონმდებლო ხელისუფლების ამერიკის შეერთებული შტატებში. საშიში კაცი ყოფილი. წარმოგიდგენთ სადურდა ხა მე არ ვამბობ რომ ეს აქსიომა ხო. არ ვამბობ რომ ეს აქსიომაა, მაგრამ ასე ჩანს. მაგრამ საერთოდ სულ მახსენდება იმ ადრე ვთქვი ეს თავიდან რომ დაიწყო მათი ძალიან შეხმატკილებული ცხოვრება, აღარ მახსოვს რომელიღაც ეთერში ვთქვი რომ ძალიან მაგონებს პუტინი ბერეზოვსკის ურთიერთობას მეთქი რა. და დამცინეს რა ასამბობო რა პუტინი ბერეზოვსკის ურთიერთობა რა შუაში სად მასკი და ტრამპი და სად პუტინი და ბერეზოვსკი და არ შეიძლება მეთქი რომ ორი ეგეთი ხასიათის ადამიანი ორივე ნარცისია საბოლოო რომ მათ შორის შეხლა შემოხლა ისე აგიხდეთ ყველაფერი ჩემო ბატონო როგორც ეს ამბავი მოხდა და ყველაზე ცუდი რა არის ცით რომ შეიძლება აი ამ პოლიტიკურ იმ მასკი შევიდა იმ ველზე რომელიც მისთვის ვერ არის მომგებიანი და ვერც ესეთი მოთამაშე ვერ არის მასკი მე ფიქრობ ეს ეხა გენიოსია ნამდვილად მაგრამ პოლიტიკა ცოტა სხვა თემაა და ძალიან გული დამწყდება თუ აი ამ არასწორი ნაბიჯების შედეგად სოფლიო ვარ დაკარგოს აი გენიალური ადამიანი რომელსაც შეუძლია რომელიც ნამდვილად მომავალში იღურება კაცობრიობის მომავალში რითიც შეიძლება ეს არასწორი ვოიაჟი დამთავრდეს და ეს დემარში დამთავრდეს არა მარტო ტრამპის მიმართ არამედ მთლიანად ამერიკული პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ იმიტომ რომ ესე იგი საკმაოდ საშიში თამაშია პირველ ეტაპზე შეიძლება დემოკრატებმა დაუჭირონ მას მხარი მის პარტიის შექმნასაც და ასე შემდეგ იმიტომ რომ ის რეალურად წაართმევს რესპუბლიკელებს იმიტომ რომ დღეს კონსერვატორულ ნიშაზე დგას მათ წაართმევს ასე ვთქვათ ელექტორატს და შეიძლება დემოკრატებისთვის მისაღები იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მას კი მისაღები არ იქნება არც იმათთვის და არც იმათთვის. აქედან გამომდინარე ის ორივე მხრიდან მიიღებს დარტყმას. ეს ჩემი აზრია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ხო, მოვლენების სწრაფად ვითარდება, რომ დიდხანს მე მგონი არც მაგაში. სასწაული ხანდახან ვერ ვასწრებთ, უბრალოდ წკაკითხვასთან, ყურებასთან თვალყურის დევნებას. აჰა, გასაგებია, მაგრამ აი მაინც ეს ურთიერთობა ხო სანამდე შეიძლება წავიდეს. ნელი გასარკვევია, მაგრამ ჩვენზე არ გადაწყდეს ეგ ამბავი კიდე რაღაცნაირად. მასკი და ტრამპის თემა არა ჩვენზე არ. არა, აისახოს ამერიკა საქართველოს ურთიერთობა, რასაც ჩვენ ახლა საუბრობთ ამაზე. ბატონო გუბას, ამერიკა საქართველოს ურთიერთობა ამაზე ცუდი ალბათ ომის გამოცხადება თუ შეიძლება იყოს. მთელი პროგრამები შეშერდა, სამხედრო დაფინანსება მაკედან მოდიოდა ყველა შეიარაღების ნაზრია წვნის აღჭურვის პროგრამა და ასე შემდეგ და სადაზვერვო ეს ხო წვნის აღჭურვის პროგრამა ეს ხო მხოლოდ ზედაპირია იქ ხო სადაზვერვო ინფორმაცია იქ იყო კოსმოსთან დაკვირვება და ძალიან ბევრი ისეთი საჭირო რამე რასაც აპარატურის მოწოდება და მთელი ამბავი ჩვენი ძალით რასაც ვერ მოვიპოვებთ რა მით უმეტეს სადაზვერვო საზღვის გაკონტროლება არა მარტო თქვა არალეგალების შემოსვლისგან არამედ ბევრი სხვა პრობლემისგან რომელიც ასე ვთქვათ არის დაცვაზეა სამხედრო სტრატეგიაზეა ლაპარაკი კი. ეხლა ფაქტიურად იცით როგორი შტაბ-ეტილება რჩება, რომ საქართველოს ვიღაცისგან, ვიღაც აი მავანი დავარქვა, რა მინდა ეხლა დავასახელო, ფაქტიურად აკრძალული აქვს მილიტარისტული საქმიანობა.
ანუ ჩვენ არა გვაქვს უფლება ამ რეგიონში, ამ გლების გარემოცვაში არა გვაქვს უფლება ყავდეს ძლიერი ჯარი, განვავითაროთ. 7000 კაცია. არა, 7 არ არის, მეტია, დაახლოებით 25000, მაგრამ აქ ხო არ არის. არა, მოქმედი რეგულარული. მოქმედი ხო, კი, 25000. 25000 კაცია, თავისი მიანად შინაგანი ჯარი, ყველაფერი რა მთლიანად თავიდან უნდა, რასაც ამბობენ, არაფერი ჩვენ რეგიონში ეს არაფერი არ არის და თუ გავითვალისწინებთ მის ხარისხს კიდე ცალკე თემაა. ჩემი გადასაღებიდან ჩემი ნება რო იყოს რა. საქართველოს პირველ რიგში დღეს პრიორიტეტი უნდა იყოს არმია, ჯარი, სამხედრო. და რამდენია საჭირო, რომ რაღაცნაირად უზრუნველყო რო დაბალანსებული ვიყოთ, 100000 კაცი მაინც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გამზადებული. ერთიანად არა, მაგრამ აი ჩვენ უნდა შეგვეძლოს ისეთ რეზერვი უნდა იყოს. რეზერვი უნდა იყოს ისეთ სახით შექმნილი. რეზერვისტი ხო რა არის? ჩვენ და ხშირად ცდებიან. ადამიანმა რეზერვი გაერა, ის რეზერვისტი არა ბატონო. რეზერვისტი სულ სხვა თემაა. თადარიგი სულ სხვა თემაა, ის ნამდვილი რეზერვი. ის ხალხი, რომელმაც აი 2 წელი იმსახურა, 1 წელი იმსახურა ჯარში, რომელმაც გაიარა, ის შემდგომი 3 წელიწადი არის აქტიური რეზერვი. 5-10 წლის მერე გადის, შეკრებებს გადის ყველა. კი ბატონო, მაგრამ ის უკვე აღარ არის ისეთი, როგორც აი 2-3 წელიწადი. ჩვენ უნდა გქონდეს მაქსიმალურად აი მიმართული აქეთკენ, რომ აი ვინმე რომ მოინდომოს ჩვენ წინააღმდეგ და მერთმა დაიფაროს მას ისეთ სუნიოდის ყველაფერს, რომ დიდი მოვლენებისკენ მივდივართ არა მარტო ჩვენ რეგიონში, არამედ სოფლიოში. დიდი აი ეს ახლა რაც ხდება, ეს გარკვეულწილად მოთელვას გავს და ამიტომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული არმია, სერიოზული დაფინანსებით არმია. ამ არმიის შექმნას, ჯარის შექმნას მოყვება შემდგომში განათლებაში, მედიცინაში და ასე შემდეგ. მაგრამ თანხები უნდა რომელიც საქართველოს არ გააჩნია და შეიძლება ეს ამერიკას გაეკეთებინეს. ამერიკას უნდა გაეკეთებინეს. კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის რიდი ამ რეგიონში აქვს უყველას. ჩვენ პოტენციურ ასე ვთქვათ მტრებს, თურქეთსაც, ირანსაც და ყველას აბსოლუტურად. და აი აზერბაიჯანს და სომხეთს რამდენი ყავთ? აზერბაიჯანს 100000 კაციანი ყავს და აზერბაიჯანი საერთოდ აი მოდი და სომხეთს ნაკლები ყავს, მაგრამ სომხეთსაც საკმაოდ სერიოზული არმია ყავს რა. ნუ ჩვენზე ყველა ჩვენზე ძლიერი აზერბაიჯანი საერთოდ ასტრალშია ჩვენთან შედარებით და სომხეთის არმიაც ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე საქართველოს ჯარჩიან და სამწუხაროდ. აღჭურვილობით ყველაფერი, შეიარაღებით, წვრთნით და ასე შემდეგ სამწუხაროდ. კი, ჩვენ ყავს ელიტარული ნაწილები რაღაცა, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ეს ფონს ვერ შექმნის. და ღმერთმა დაიფაროს რამე რომ მოხდეს, ჩვენ ფაქტურად ვარ დაუცველები. და იმას ვეომებით და იმასთან ვარ, აი, კითხვა დამებადა ერთხელ რა. მე ეს კითხვა ერთმა გაიმეორა, მაგრამ მქონდა დაწერილი Facebook-ზე. გავიგე რომ რუსეთის არ გაღიზიანება არ გინდა იმის გამო რომ რუსეთი ბევრად უფრო ძლიერია და შეიძლება დაგბომბოს და გიში. და შეგჭამოსულა. ამერიკა რუსეთზე სუსტი გონიათ. იმას რო აღიზიანებ. აი, ვინმე ამიხსნას უბრალოდ. აი, აქედან თავდასხმის საშიშროება არ არის და აქედან არის აი ეს არის. ოკუპირებული არ არის ტერიტორია ამერიკის მიერ. ამერიკელები ძალიან მომღიმარი ისეთი ბაბოჩკით რამე ისეთი ხალხი არა. რეალურად ღმერთმა დაიფაროს მათ რაიმე სერიოზულის გაკეთება მოინდომენ, ამის მაგალითი უამრავია უახლეს ისტორიაში. სადამ ჰუსეინი და ის დავემოწმება მეორე კადაფი კიდე რაც გაუკეთეს. რა ეხა მართლები იყვნენ ყველაფერში, რა საკვირველია ყველაფერში მართლები არის და ვერც იქნებიან ისინი ამერიკელები, მაგრამ თუ მერთმა დაიფაროს თუ გადაგემტერენ და მით უმეტეს, როდესაც იქიდან მოდის ხელის გაწვდა, თუ სოფლიოს პირველი ქვეყანა, ეს კი რაღაცა ინტერესი აქვს შენს მიმართ, ხო? ხო, რა თქმა უნდა. და შენ ესე უდიერად იქცე გაუგებარი. და აი აზერბაიჯანის სომხეთის ურთიერთობა საქართველოს მიმართ საკმაოდ ის არის, ეხლა არავინ საუბრობს იმაზე, რომ დავით გარეჯი არის ოკუპირებული აზერბაიჯანის მიერ. დავით გარეჯზე. არავინ არ საუბრობს, ერთი სიტყვა არ დაცდება არც პოზიციას, არც ოპოზიციას, მაგრამ არის ოკუპირებული, ხო? კი ბატონო, და ვერც ვერასდროს ვერ დასწდებათ. ეხლა ამ სიტუაციაში ზუსტად იმიტომ შემოვიდნენ უკანონოდ და დადგენდა მორჩა. ზუსტად იმიტომ საუბრობდი მე ეხლა არმიის გაძლიერებაზე, რომ ჩვენს გარშემო სულ ყველას აქვს რა, აი საქართველოს დაემსგავსა გემრიელ ლანგარზე დადებულ უპატრონო ნამცხვარს, რომლის პატრონი რესტორნიდან გარეთ არის გასული და ტელეფონზე ლაპარაკობს რა. და ყველა გარშემო ელოდება, აბა ვინ იქნება პირველი და ვინ ჩამოაჭრის ნაწილს. დღეს რო დავით გარეჯზე საუბრობ, დავით გარეჯზე კი არა, ნებისმიერ თემაზე საუბარი რო დაიწყო, უცებ შეიძლება ისეთი სიტუაცია მოხდეს, რომ ჩვენი ერთ დღეს სხვა რეგიონებში ძალიან ცუდი სიტუაციები მივიღოთ რა. ამიტომ სანამ ძალა არ გიმაგრებს, რა ძალა შეიძლება იყოს, თვითონ უნდა იყოს კარგად შეერაღებული არმიით და პლუს უნდა ყავდეს ისეთი მოკავშირეები, იმიტომ ვიმეორებ მანტრასავით, რა ვიცი, რომ სამოკავშირეო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებში. პლუს შიდა დესტაბილიზაცია. კი ბატონო, რაც განსაზღვრელია ამ მომენტში. კი ბატონო, მაგის საშუალებას ნამდვილად არსებობს. ეხლა ძალიან არაშოშკრეტელი ადამიანი უნდა იყოს, რომ ვერ დაინახო, რომ დღესდღეობით რეგიონში სამხრეთ კავკასიაში დაიწყო ოპერაცია, ფართე ოპერაცია რუსეთის განდევნისა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. რა მოყვება ამას შემდგომში გადაინაცვლებს ეს ჩრდილოეთ კავკასიაში თუ არ გადაინაცვლებს, ჩვენ დღეს არ ვიცით.
თუმცა ლოგიკას თუ გაყვებით მოვლენების და იმას თუ მივაქცევთ ყურადღებას რა მოვლენები მიდის ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით ჩეჩნეთში და დაღესტანში. ჩვენთან სამწუხაროდ არ ვიცი, მე არ ამგონია რომ ყურადღებას არ აქცევდეს ის ვინც უნდა აქცევდეს, ვისაც ევალება ყურადღების მიქცევა. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არა და იქ მიდის გამალებული ვარჯიში, გამალებული შეერაღება წოთნა და მთელი. ჩეჩნები მეომარი ხალხია გასული. ქართველებიც მეომარი ხალხია ძალიან მაგარი. უბრალოდ ქართველები დააჯერეს, არაფრის თავი არ აქვთ და მარტო რუსჩეულია მარტო მისი დაცვა, არა იზალა არა აქვს საქართველოს რაც უნდა კონდეს. არავის არ აქვს, მაგრამ რეალურად როცა რა უკნეს ჩეჩნეთს თავის დროზე. ეხლა რა უკნა ჩეჩნეთმა როგორ დაუტრიალა შეხედეთ. ჩეჩნეთი ხო ფაქტურად დამოუკიდებელი ქვეყანა. ხო, მაგრამ მაინც პუტინის იმას არ არის. ასაკვირველია კი ბატონო. ოღონდ ეს არის აი ერთი ბრძოლა უკრაინაში 3 წელიწად ნახევარი ომი მიდის. ერთი ბრძოლა დამისახელოს ვინმე სადაც ჩეჩნეთმა მიიღეს რეალურად მონაწილეობა. გენიალურად იქცევიან, ფულს ხო ართმევენ, იარაღს ართმევენ, ყველაფერს აბსოლუტურად და თვითონ არსად არაფერში მონაწილეობას არ იღებენ. ფაქტურად უკუღმა მე მგონი ამატყავთ ისინი დახარკული. და ღმერთმა დაიფაროს და რაღაცა მოხდეს ისეთი რომ რუსეთს სერიოზულად წაუწდეს, ფეხი იმაზე მეტად რაც ეხლა გასწრებული დამერწმუნეთ რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მით უმეტეს იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც ამ რეგიონის დიდ მოთამაშეებს აქვს. ეს არის ნებად თურქეთი, ირანი ნაკლებად, ნებად საუდის არაბეთი, ემირატები და ასე შემდეგ. ესე მარტივად არ იქნება ეს ყველაფერი და აი რეგიონიდან ჩანს, ხა აზერბაიჯანმა იმდენად თითთან გამოწვეული აი მიზეზით მოაწყო ახლა რუსეთთან ეს დაპირისპირება, რომ აი არა, იქ ატყდა ხო ეკატერინბურგში. ბატონო, ხო და იმდენად ახლა ვიღაცა მან ხო ის სიტუაცია რა იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დააკავეს იქ. ესენი იყვნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც რეკეტს უწევდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეებს ეკატერინბურგში. წარმოგიდგენიათ? მაგრამ გასაგებია უკვე რომ ეს ოპერაცია რუსეთის აქედან გაძევების კარგახნის მომზადებული იყო, ელოდებოდნენ უბრალოდ მიზეზს, მის მნიშვნელობა არ იყო ეს მიზეზი მოიხსენებოდა და სხვა მიზეზი იქნებოდა. ასეთი რაღაცები რუსეთში ხდება ყოველთვე ორ კვირაში ერთხელ ხდება სხვადასხვა რეგიონებში. ხმას არ იღებდნენ არასოდეს. ამის გულისთვის მოაყოლო რუსულ ენას კრძალავს, სპუტნიკების ჟურნალისტებს უცემ და მთელი რიარია რაც მოაწყეს რა და პლუს ეს მიზეზი იყო რომ აი ეს მთელი სახელმწიფოები შემოიკრიბა რა. არა, ეს იყო ეს რას ნიშნავს იცით ხანკენდიში ეს შეხვედრა ეს უზბეკეთი, თურქმენეთი მთელი ბნელი ძალა ერთი იყო. პაკისტანი და ირანი ჩავიდა გასოდა ხანკენდიში. ირანი რუსეთის მოკავშირეა. ეს ხო პირდაპირ მესიჯია რუსეთისთვის, ღმერთმა დაიფაროს ხელი არ წაგიწდეს აქეთ. ხო. და რუსეთს თქვენ გონიათ რა, აქ ეხლა საშუალება. აგერ ახარ თქვენ, აგერა ვარ მე, აი გადაცემა და დავიმახსოვროთ რა. ჩვენთან ხო ეს თემა მიდის ნაწილ საზოგადოებაში. აი ეხლა პუტინი ამას არაპატიებს და დაანგრევს და დაბომბავს ლამისი და დაგლიჯავს და ვერაფერს ვერ გააკეთებს ასე. იმხელა ომი აქვს ეგერ უკრაინაში და უკრაინაში ეს სპეცოპერაცია, რომელიც მას ჩაუტარეს უკრაინაში, რაშიც იქ ჩააბლეს. ეს მაგას ისეთ ხაფანგში მოამწვიეს, რომ აქედან მას გამოსავალი ფაქტობრივად არა აქვს. გარდა იმისა, რომ ბოლომდე უნდა წავიდეს და ბოლომდე კიდევ ვერ წავა, იმიტომ რომ არც მაგის რესურსი არ აქვს. და ის რა ქვია, თურქეთმა განაცხადა ყირიმზე ის რა ქვია, პრეტენზია. ეგ სუმიდის დაახლოებით ეს ბათუმზე რო აცხადდნენ დაახლოებით. ისეთი ვარიანტია. ხო, არა, რაღაც სერიოზული განცხადება. კი ბატონო, თურქეთმა აზერბაიჯანთან არის ძალიან სერიოზული თემა, რომ აქ ხრივ იმაზე კი ჯარებს შევიყვან მე და გარანტორი მე ვიქნები, ეგ საუბარია ჯერჯერობით და აი აზერბაიჯანში შუშის ხელშეკრულების მერე რომ შესაძლებელია თურქული სამხედრო ბაზა გაჩნდეს უდიდესი კავკასიაში ეს და პლუს რაზეც პაკისტანსაც გავოგნდი რომ პაკისტანმა შეიძლება მანდ ბირთვული შეერაღება განათავსოს ამ ბაზას წარმოგიდგენიათ რა შეიძლება ამას მაგას რუსეთი დაუშვებს არ დაუშვებს თავის დროზე იმასაც ამბობდნენ და დღესაც იმეორებენ მე მაგალითად ადამიანებს ვიცნობ ის მეუბნება რომ ფინეთი ნატოში არ არის დღეს მეუბნებიან ასეთ ხალხს ვიცნობ ჯერ. ხო. კი, მაგრამ რუსეთი იმიტომ დაგვესხა თავს ნატოში შესვლა გინდა და თელი ამბავი და აქ თუ ბირთვული იარაღი განათავსა, იმას აიტანს როგორ ფიქრობ? არა იტანა. ფინეთის შესვლა არა იტანა, შვედეთის შესვლა არა იტანა. კი, მაგრამ ახლა ამერიკა-კავკასია მაინც თავისად მიაჩნია და თავის გავლენის მაგას მე უკრაინას თავისად ბევრი რამე მიაჩნია თავისად და არა, აქ მეტი პრეტენზიებია, იმიტომ ბატონო, მაგრამ ეს პრეტენზიები რჩება პრეტენზიებად. აგერა ვართ ერთად და არაფერი არ იქნება აზერბაიჯანთან მიმართებაში. ვერაფერს ვერ გააკეთებს. მაგის საშუალება მას დღესდღეობით არა. კიდევ ერთხელ ვამბობ.
ისეთ ხაფანგში მოაქციეს, რომ ტერს დაავს ერთადერთი, აი ნათელი წერტილი რუსეთის და სერიოზული ნათელი წერტილი, ეს იყო ვანის განცხადება 3 დღის წინანდელი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, როდესაც მან მე არ ვიცი ეს წამოწნობა ეხა ვანის წამოწდა ცოტა უცნაური თემა, მაგრამ მან პირდაპირ თქვა არა, რომ ჩინეთს არა აქვს უფლება დაუშვას რუსეთის დამარცხება. გამარჯვებაო არ თქვა რომ უნდა. დამარცხების უფლება არ აქვს, მაგრამ მანდაც არის მომენტი ვინ არის ეს 1E, ისმით აი და დამარცხების უფლებაში რა იგულისხმება? რო ჩვენ ვერ დაუშვებთ ჩინეთი, ვერ დაუშვებთ რუსეთის დამარცხებას, იმიტომ რომ შემდგომში რუსეთის მარცხის მერე მიადგებიან ჩინეთს, მაგრამ მანდაც არის იმიტომ რომ ვანის პიროვნება უნდა ვიცოდეთ რა ეს არის ძალიან სერიოზულად პრორუსულად განწყობილი პროპუტინისულად განწყობილი ადამიანი და მან ჩაანაცვლა თავის დროზე ცინგანი რომელიც ისე გაქრა ამერიკაში ელჩი ჩინეთის ისე გაქრა ის კაცი რომ კაცმა არის ის სადარი და მანდაც ბოროტიენები საუბრობენ ასე ვთქვათ რომ ამ ცინგანს ჰქონდა ურთიერთობა ერთ-ერთ ქალბატონთან დიდი ჟურნალისტთან რომელიც 10-15 წელიწადი ასე ვთქვათ არაფორმალური ურთიერთობები რომელიც ასე ვთქვათ აღმოჩნდა მი-6-თან კავშირშიო რა ეს ინფორმაცია მიაწოდეს რომ რუსეთმა ჩინეთთან მართლა ეს ცინგანი ისე გააკრეს რომ საერთოდ აღარ აჩანს რა ხო მისი ხსენებაც კი არ არის და ეს ვანი ისეთი პრორუსული ადამიანია და თუმცა რეალურად რას მოილაპარაკებენ იმიტომ რომ რუსეთი იმდენად სუყე ნაჭერია იმდენად სუყე კი, მთელი ესენი მანდარი ენერგომატარებელი. იმასაც ხო ხედავთ, რომ არც ამერიკელებს არა აქვს დიდი სურვილი, ასე ვთქვათ, რუსეთის დამარცხების. ამასაც ხო ხედავთ ღიად. ეხლა ხშირად მithქოს და აი თქვენთან გამეორებ, თქვენთან არ მithქოს, მეგონი არ ვისაუბრია ამაზე. აი რუსეთის დამარცხება რაზეა დამოკიდებული? ერთადერთი არტერია, საიდანაც სისხლი ფული მიედინება რუსეთისთვის, რომელიც მას აძლევს საშუალებას, რომ ჯერ კიდევ იომოს, ეს არის ნავთობი, ხო? ეს საუბრები რო აი ხალხს რო აბოლენ ბოლს რო უქმნიან იქ სერიოზულად ტუმანვაინი რო აი ტანკერები ეს არაფორმალური ფლოტი ვთქვათ იქ ევროპა ყიდულობს ამ კი რასაკვირველია ინდოეთი გადაამუშავებს და ევროპა რასაკვირველია ყველა ყიდულობს იმიტომ რომ ნავთობია და ყველა ჭირდება ევროპას განსაკუთრებით რომელსაც არა აგეგმარაკი ეს ნავთობი ვერ გავიგეზე თითებს დაატკაცუნებენ და უცებ ჩდება რუსეთის პორტებში ეს ნავთობი გადის ზოგ შემთხვევაში 5-6000 კილომეტრს რომ მივიდეს ადგილამდე. რითი მიდის? მანქანებით დააქვთ თუ იმით? ელექტრიჩკით. დააქვთ ნავთობსადენით, ხო? რომელიც 5-6000 კილომეტრი. ეხლა ერთ წამით წარმოიდგინეთ რა. ამ 5-6000 კილომეტრზე სამხედრო აეროდრომებს ვერ იცავს რუსეთი. რო დააყარონ ეხლა იქ და აუფეთქონ ერთი 10, 15, 20, 30 ადგილას ეს ნავთობსადენი და გაუჩერონ ამ ნავთობის თვითონაც დარჩებიან, დაზარალდებიან და ამაში ჩანაცვლების რესურსი ყოველთვის არსებობს. აი ეხლა ხო იყო ატეხილი ირანზე მთელი ამბავი. მე იმიტომ კი არ ვამბობ რო თქვა რუსის პროგრესა ისა ხო არა გასაგებია ანალიზია ვამბობ რეალურად რაც ხდება რა აი რო ჩანს ეს არის აკრძალვა გარკვეულწილად ვის შეუულია ასეთი რამე აკრძალოს რომ იმას თითი არ დაედოს ხოლმე ამერიკაში პუტინი ხო დაემუქრა ევროპას კი ვარ გაგითიშავთ გას ავტოსტრადაზე დარჩებით და აქეთ შემეხვეწებითო პირდაპირ უთხრა კი ბატონო მაგრამ რეალურად ვითი დამთავრდა შაშა რითი დამთავრდა რა გეშველება თორე მე რა ვითი დამთავრდა ხო ნახეთ ევროპას საერთოდ აღარ უნდა რუსეთთან ურთიერთობა რა საერთოდ ეხა მე-18 პაკეტის სანქციების რომ მიიღოს საერთოდ ახსნებიან მიუხედავად დიდი მცდელობისა ტრამპისა რომ რუსეთი პრემიუმ ბაზაზე ამერიკის იმედი აქვს რა პრემიუმ ბაზაზე იმიტომ რომ ამერიკელებს იქ თავის გეშერტნე დიპლომატია თავის ინტერესი აქვს კი რა თქმა უნდა რომ დისტრიბუციას ხოს პუტინს რომ დისტრიბუცია გაზის და ნავთობის ჩემი იყოს ამერიკული მხარეს წარმოიდგინეთ ეს წამი მაგრამ ისინი მაინც გაჯიხდნენ და არა არ მივიღებთო და მოჭ აღჭირდება მაგათი გაზი საიდანაც სხვა ადგილებიდან ხო იღებენ ამას ყველაფერს და გარდა ამისა OPEC პლუსის გადაწყვეტილება ჯერ 400-ია ეხლა 511000 ბარელის მომატებაზეა საუბარი გარდა ამისა იქ ვენესუელა და კიდე ირანთან საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ ივაჭრეთ ღია თუმცა უკვე ჩინეთს აღარ აწყობს იმიტომ რომ ჩინეთი სერიოზული დისკონტით იღებს ირანის ნავთობს შეხედულება იმაზე რომ თათანი იაფია ირანის იმიტომ რომ კონტრაბანდაა ფაქტიურად სანქცირებულია ირანი იგივეა რუსეთის შემთხვევაში ეხლა $67 და $75 ლაპარაკობენ რუსეთის ნავთობს. რეალურად გასაყიდი ფასი გახდა $52-53 მათთვის, ინდოეთი, ჩინეთის და კიდე სხვა გაზზე ხო იცით სიტუაცია. ჩინეთს აწვდიან გაზის იმ ღირებულებით, რა ღირებულითაც აწვდიან თავის მოსახლეობას და კიდე ეუბნებიან რომ დამიკელიფას. ეხლა რუსულ პრესას რო გადაათვალოთ ეს სერიოზული პრესა, იქ პირდაპირ წერენ რომ ჩინეთი გუპავს ჩვენ. ანგრევს. არა, მე ისიც მამინდა რომ აი ჩინეთს თვითონ იქ რა მოლაპარაკება შედგება საბოლოო ჯამში ამ ორ გიგანტს შორის
მათ შორის ჩვენზეც და არა მარტო ჩვენზეც კიდე. ეს კაცმა არის ის, მაგრამ დღეს ვანის განცხადება ის ხო ღია და ეხა 2-3 დღეში იქნება ევროპაში ძალიან საინტერესო შეხვედრა უნდა იყოს ჩინეთი ევროკავშირის. ევროპა ჩინეთი ვერ დაუშვებს რუსეთის დამარცხებას უკრაინაში. ეს არის ბომბა ისეთი განცხადება. რაც რა იქნება. ისეთი თქმა მინდა ბოდიში დაუბრუნდეთ თუ გნებავთ. კი. აზერბაიჯანის სომხეთის თემა. აზერბაიჯანის ეს ხისტი ნაბიჯები, რომლებიც გარკვეულწილად ვიღაცის ასე ვთქვათ ბოდიში და პადაჩით არის გაკეთებული და გადაწყვეტილი თემა იყო, რომ ეს უნდა გაეკეთებინა. ამ პროცესს გარკვეულწილად მიეტმასნა სომხეთიც, ხო? ჩავიდა ფაშინიანი სტამბულში, მოილაპარაკა იქ. ეხა ისიც ხო უნდა გავიხსენოთ, რომ სხვათა შორის სომხებს აი მე-20 საუკუნის დასაწყისში აი ცნობილ მოვლენებამდე, რასაც გენოციდი მოყვა თურქული მოსახლეობის, ძალიან სერიოზული პოზიციები ჰქონდათ თურქეთში. ასე რომ მთელი თურქული სავაჭრო ელიტა იყო სომხური. მათ თავის წარმომადგენლობა ჰქონდათ პარლამენტში, მერიაში და ასე ყველგან ძალიან სერიოზულად იყვნენ და ამაზეც ესეთი რომ მოხდეს სიტუაცია, ბოროტიანები დავარქვათ, რომ მოხდეს სიტუაცია და ერდოღანმა შესთავაზოს სომხებს გარკვეულწილად, აი როგორც ირანში აქვს თქვა სიტუაცია, გარკვეულწილად სომხეთში ამ ასე ვთქვათ გავლენების ნაწილობრივი დაბრუნება. სომხეთი უარს იტყვის. გარდა ამისა, აი ჩვენი შეცდომა კიდე ერთი საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შუა დერეფნობას ალტერნატივა არ აქვს. რამდენი ხანია ამას ვლაპარაკობთ, რომ აქ ზანგიზურის კორიდორი არსებობს, ზანგიზურის არ სომხეთის ინტერესშიც შედის. პროექტის არ გაშვების ერთადერთი პრობლემა იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც უნდოდა, ასე ვთქვათ, ეს სურვილი ჰქონდა, რომ გასულიყო აქედან. ისიც დატვირთულიყო, მაგრამ მთავარი ღერძი უნდა ყოფილიყო ჩერეს საქართველო. ეხლა სიტუაცია იცვლება. ზანგიზური დაიტვირთოს, თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა ხელის ნახავს სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი. უფრო მოკლე გზაა. და ასე გარდა ამისა, თურქეთისთვის არის მომგებიანი. ხო, პირდაპირ შედის. ჩვენ სადა ვართ ამ სიტუაციაში? ანუ ჩვენ ესე იგი იმის გამო რომ ყველამ უნდა იხეიროს ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ იმის გამო რომ გაურკვეველ პლატფორმაზე ვდგევართ გაურკვეველი მიზეზით, ყველა ბონუსმა რომელიც უნდა დარიგდეს რეგიონში, ისევ გვერდი უნდა აგვიაროს, ისევ დავრჩეთ უარაფროდ, ისევ იმის მოიმედად რომ ასე ვთქვათ, ჩინეთი გვიშველის ან რუსეთი გვიშველის, რომელიც რეალურად არც ერთი გვიშველის და არც მეორე, კიდე ერთხელ ვამბობ, ისი არ მოხდეს, აი ძალიან არ ვიტყვი, არ მინდა თქვა რა. და აი ახლა ეს სომხეთზე რო გადავიდეთ, სომხეთი ფაქტობრივად ევროპაში ანაცვლებს საქართველოს, ხო? კი ბატონო, ამის პრეტენზიაც აქვს და ამის სურვილიც აქვს და მე რა მიგვიცი, ჩვენ რატო უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები, მიმოსვლა. ჩვენ რატო ვეხმარებით ბატონო? არ გიფიქრიათ არასოდეს. რა ვიცი. ой მეცე რა ჩვენ გადავიტანეთ 28 წლისთვის ეგ ამბავი და 28 წელს რა იქნება ღმერთმა იცის. ერთი გული მეგობარი მყავს რა, რომელმაც გენიალური რაღაცა მითხრა, რომ ამ ქართველებისო ვერ გავიგეო რა. რუსეთიო ყველაზე მაგრად რო იყო და ყველაზე მძლავრად რო იყო, ამოღებული ხმალითო ვეკვეთეთო და გავილახეთო მაგრათო ამერიკასთან ჩახუტების გამო რუსეთმა ისე გაგულახა, ორი კვირა ნოკაუტში ვიყავით. ეხლაო, როდესაც რუსეთი დასუსტაო, ახლაო რუსეთისკენ მოვტრიალდითო და ამერიკას უპირისპირდებითო, როცა ამერიკაა ძლიერების ზენიტში. ახლა მაინც გინდათო, რომ ამერიკამ გაგულახოს რუსეთთან ურთიერთობის გამო. აი, ანეკდოტია. არა, ეს რაღაც ჩაძირვის ის არის დასაწყისი ალბათ. პოლიტიკურის და ეკონომიკურის. ორივესი და ილუზია იმაზე, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენ აი ესე იზოლაციანიზმის თემაში ასე ვთქვათ, მარტოები გავქაჩავთ ნეიტრალიტეტზე რო საუბრობენ ახლა ჭვიანის სახეებით, რომელს ალტერნატივა არა აქვს. აი, უბრალოდ ხანდახან მაინტერესებს ხოლმე დავსვა კითხვა რა. ადამიანებო, მეგობრებო, ქართველებო, შემოგევლეთ. აი, ხო უნდა იცოდე პოლიტიკასთან რო გაქვს საქმე, სოფლიოში ნეიტრალიტეტის გამოცხადების ალგორითმი. პირობები რა არის საჭირო ამ რეალური ნეიტრალიტეტისთვის და არა შენ თუ გინდა გამოაცხადო და ეს ასეთი შენ გამოცხადებული ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ ეუბნები ყველა სახით და მობრძანდი ბატონო, აგერავარო და წაიღე რაც გინდაო რა. პირველი აუცილებელი პირობა არის სოფლიო ელიტა გადაწყვეტილების მიღება, ელიტა უნდა შეთანხმდეს, რომ გარკვეული ტერიტორია სახელმწიფო წარმონაქმნი გადაიქცეს ნეიტრალურ ზონად. არ შეეხება არა. მეორე ეს აუცილებელი პირობა არის თვითკმარი ეკონომიკა. და მესამე ძალიან კაია თუ გიგაქვს ბირთვული შეერაღება. რომელ პირობას ვაკმაყოფილებ? ეს გენიალური ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს. გვეყუდნოდეს ძალიან კაია, გვეყუდნოდეს ჩვენი თავი. ეს მე-19 საუკუნეში კი სხვა პირობები იყო მაგის. ეგ ისეთი თეზისია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია, მაგრამ და კარგია. მაგრამ აპატიეთ რა, რეალობას შეხედეთ, რა ეკუთვნის დღეს ელემენტარულად საქართველოს მოქალაქეს საქართველოში. მოდით რა რეალურად ნებისმიერი დიდი საწარმო
რესურსული გნებავთ, ენერგეტიკული გნებავთ, რა ვიცი, მშენებლობა გნებავთ, გადაავალოთ თვალი ერთად თუ გნებავთ. სად ვინ არის ამის რეალური მეპატრონე? აი რეალურად გადაავალოთ თვალი, ალბათ თქვათ რა. რა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის კაზრეთი, ენერგეტიკა, ჰესები, ენგურგესი, ფერო, რავი, რომელი ერთი მშენებლობები თუ რა ეკუთვნის. თუ ეს კაბელური ტელევიზიები ან ინტერნეტი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. თუ საქართველოს მოქალაქეებს რაც გულისხმობ, რომ საქართველოს მართლობაში. რეალურად სულ ყველა მიდის ოფშორში და საბოლოო ჯამში რეალური მეპატრონე არის დამალული. ვინ არის დამალული? ისმის კითხვა. ვინ იმალება? ხო გასაგებია რა. გამგები გაიგებს ახლა რასაც ვუყურებ მე და არანაირი შენი თავი ჯერ უნდა დაალაგდე, გადაალაგდე საინგისოდ, რომ ამის საშუალება გქონდეს და მე ისაუბრებ თუ კი ჩვენ ამას ეს აი როგორ აჩას, იცი? რო აი ამ საუბრებით ძალიან ზაკვარი მტერიგობს ბატონო გუბას რა, რომელიც ძალიან კარგად გვიცნობს. ძალიან კარგად იცის, რაზე რეაგირებს ქართული ეთნოსი ყველაზე მწარე. შესწავლილია გასაგებია ინსტიტუტი მუშაობს, მაგრამ ისეთ თემებს ვიგდებენ, ისეთ თემებს, რომელსაც ქართველები აი აღარ მინახი იმაზე თქვა კიდე ეს აი წამოწყებულია სოციალურ ქსელებში 3 დღეა უყურებ სასწაული კამპანია მას დაკავშირებით რომ დააბრუნეთ პირადობის მოწმობაში ეროვნება და მამის სახელი. ძალიან კარგია, მაგრამ ის აი ხა კითხვას დავსვა უბრალოდ მე არ წინააღმდეგი ვარ მაგისი და არც თქვა მომხრია ვარ. კითხვას ვსვა. აი გავაკეთეთ ეს დღევანდელ დღეს. ისი არ მოხდეს ბატონო გუბას, რომ მაგ ეროვნების ჩაწერასთან ერთად უნისონში უცბად ქართველები უმცირესობაში არ აღმოჩნდნენ საკუთარ ქვეყანაში და არ მივიღოთ აბსოლუტურად სხვა რეალობა. ეხლა რო გვაქვს ისეთი კი აბსოლუტურად სხვა რეალობა. დაფიქრება ხო უნდა რა რაღაცა უცებ რო რაღაცაზე გადავირევით ხოლმე და ავარდებით. აი მაგით სარგებლობენ ჩვენი ასე ვთქვათ არაკეთი მოსულმენი ყველა. გასაგებია და აი ეს რა ქვია ოპოზიციის როლი აი დღეს მოკლედ რო ვთქვათ რა ვითარებაა და ყველა ვხედავთ რა ხდება და დაჭერილია ის. ვილაპარაკოთ იმაზე რაც არ არსებობს. ხო. არა, რო კითხო არსებობს და რო კითხო იბრძვიან, მაგრამ ფაქტობრივად რაღაცაზე შეთანხმდებიან, მერე უცებ განერიდებიან ან დაიშლებიან. იტყვიან ვერ შევთანხმდით და ამით დამთავრდება ყველაფერი. როგორც ხდება ხოლმე, არავითარი ავტორიტეტი არ აქვს ოპოზიციაზე, არავითარი გეგმა არ არის, არავითარი მომავლის პერსპექტივა არ ჩანს. მე სიმპირდაპირ გეტყვით სიმართლეზე. ავტორიტეტი ამ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსებს არ აქვთ, ხო? აი რაც ამ მიტინგებმა დაგვანახა, აგერი გამოვიდა ხალხი და სტუდენტობა, ხო? კიდევ ვერანაირად ესენი ვერაზოს ვერ ჩაუდგებიან სათავეში, იმიტომ რომ არც მაგის, აი ესეთ ჩვენ ოპოზიცია მიიღო ის, რაც დათესა რა. რეალურად. ხა მოსახლეობაში ამდენი წლის განმავლობაში მიიღეს ის, რაც დათესეს. ეხლა მე მათ დახასიათებას ნამდვილად არ სურვილი არ ვარ გაწელაპარაკის, მე შემიძლია ძალიან აი მოკლედ თუ გნებავ, ძალიან დავახასიათო სიტუაცია ზოგადად რა. ლანდშაფტი პოლიტიკური ოპოზიციური აბსოლუტურად მოსუფთავებული. ნელ-ნელა მოდის დრო, რომ ოპოზიციის რებრენდინგი მოხდეს და ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნის განვითარებისთვის. ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ ოპოზიციის ასე ვთქვათ, ესეთი სისუსტე გარკვეულწილად კარგია ქვეყნისთვის. ეს სერიოზული პრობლემაა. როდესაც ოპოზიცია ვერ ესაუბრება ხალხს, როდესაც ოპოზიციასთან ნდობა არ აქვს, არც ხალხში და გარდა იმისა, ისეთ ნაბიჯებს გავს იმ შემთხვევაში, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია ან კარგად გასაგები, ვთქვათ, ჩახედული ხალხისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის პრობლემა და ქვეყანა თავისივე ხელით ისპობს მომავალს. ანუ ლანდშაფტი არის მოსუფთავებული. კიდე ერთხელ ამ ოპოზიციის პირობებში ოცნება ამათ მომუგებს კიდე 10 არჩევნები რო ჩატარდეს ათლებს. აი ამ შემადგენლობაში. იმიტომ რომ არა ორგანიზებული ხალხი და ორგანიზაციის გარდა დისკრედიტებული ხალხია თავიდან ბოლომდე და რა ვიცი. მე ასე ვხედავ, შეიძლება ვწდები მე პოლიტიკოსი რომელია ხა ჩამოყალიბებული ხო არის პარტიიდან პარტიაში გადახტომა ხო არ არის პოლიტიკოსი. არც ეგ არ არის პრობლემა. ეხლა რომ ლელომ დატოვა ის თელი ისინი წამოვიდნენ მათი სახეები, მათი ოცნების ხელისუფლებაში მოსulis მერე მათი ქმედებები იმდენ ეჭვს ბადებს და იმდენ კითხვებს ბადებს, რომ საბოლოო ჯამში რა ქართველები შტერინ უგონია რა ზოგიერთებს მართლა გონიათ რომ ქართველები დაშტერდნენ ბოლომდე. არ არის მასა. ქართველები ძალიან მოაზროვნე, ჭკვიანი და ანალიზის უნარის მქონე ერია, რომლებიც ძალიან შეიძლება არ თქვან რა მიზეზთან გამო, მაგრამ ძალიან კარგად ხედავენ ძალიან ბევრ ამას და აქედან გამომდინარე მე ვხედავ ეს რომ პოლიტიკური ლანდშაფტი არის მოსუფთავებული ქვეყანაში. მაგრამ არც ახალი ყველა ლაპარაკობს ახალი პარტიების შექმნაზე, მაგრამ ამის რესურსის არ ჩანს. ამის რესურსი გამოჩნდება აუცილებლად, ოღონდ რეალურად ჯერჯერობით გარე პერიმეტრი უნდა გადალაგდეს ისე,
რომ საბოლოო ჯამში ჩვენ რუხ ზონად ყოფნა, ასე ვთქვათ, დავამთავროთ. დღეს ხო საქართველოს რუხი ზონაა ფაქტიურად რა. აი ეს ხოზნიო რო იტყვიან. აი ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. აი მე შემდგომში შეიძლება კი რა აუცილებლად გამოჩნდება ახალი ამ ქვეყანაში არსებობს ნორმალური მამულიშვილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ. კი, მამულიშვილი ბევრია, მაგრამ არ არის ამის ორგანიზაციის საშუალება, თანხები არ არის. ბევრი რამე ჭირდება. ხო, საზღვარგარეთთან ვერ დაგეხმარება ვერც ერთ დიდი ორგანიზაცია, ესე კანონმდებლობა, ასე რომ ბევრი ხალხშეშლილი პირობაა ამისთვის. ბატონო, უამრავი. ეხმარებიან მხოლოდ იმას, ვინც ჭირდებათ ასე ვთქვათ. ხო, ხო. ეგრეთ წოდებული და კიდევ ერთხელ ვამბობ, მიიღებ არჩევნების მონაწილეობას თუ არ მიიღებ, ოცნების ესენი ვერ მოუგებენ. ეს არის ზღაპარი. მიიღო კი ბატონო, არ უნდათ მიიღონ, უნდათ არ მიიღონ. მე პირადად არ მონაწილეობ და არ პრეტენზია არ მაქვს არანაირი. მე შემიძლია მხოლოდ როგორც გვერდიდან დამკვირვებელმა ადამიანმა ჩემი აზრი გამოვთქვა. ნახოთ რა იქნება და კიდე შევხვდებით, კიდე გავაანალიზებთ შექმნილ ვითარებას. ამით დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ვფიქრობ, საინტერესო თემებს შევეხეთ და თუ ინტერესი იქნება, კიდე გავაგრძელებთ ამავე საკითხებზე მსჯელობას, არა და ახალ თემებს შემოგთავაზებთ შემდეგ გადაცემებში, ასე რომ გვიყურეთ და ვფიქრობთ, რომ საინტერესო ინფორმაციებს მოგაწვით. ნახვამდის კარგად გასაზრდელობთ. კარგად გასაზრდელობთ.